ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება გრძელდება 30 ივლისს ჩატარებულ პოლიცსაბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არალეგიტიმურს უწოდებს. პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სხდომას არც ერთი მისი მოადგილე და რეგიონული ლიდერი არ დასწრებია. უფრო მეტიც, მისი თქმით, პოლიცსაბჭოზე 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომა უფლებამოსილი არ იყო. ბოკუჩავა ყვება, რომ ის ოჯახთან ერთად ქალაქიდან გავიდა და ამის შესახებ პარტიის გენერალურ მდივანს პეტრე ცისკარიშვილს რამდენიმე კვირით ადრე აცნობა, თუმცა სხდომა მისივე თქმით მაინც საჩქაროდ ჩატარდა. ამ ინტერვიუს გამო ბოკუჩავა გააკრიტიკა ანა წითლიძემ, რომელმაც თანაგუნდელის განცხადებას თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა უწოდა. პარტიაში არსებული დაძაბულობის პარალელურად კი საქართველოს გარშემო 6 თვიან შეხვედრებს აანონსებს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც პირველი შეხვედრა დღეს დედაქალაქში ქალებთან გამართა. სხვადასხვა პარტიისა თუ პროფესიის წარმომადგენლებს მან პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარი ხედვა გაუზიარა და კამპანიის მიზნებზე ისაუბრა. სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს სხდომა არ იყო. ეს სხდომა ნიშნავს, რომ არ იყო საერთოდ უფლებამოსილი, იმიტომ რომ იცით, რომ ერთიანი ნაციონალური შეიძლება არ ახსოვს, მაყურებელს შეიძლება ერთეულ ჟურნალისტსაც არ ახსოვდეს, მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭო შედგება 130 ადამიანისგან. შესაბამისად, ამ ყრილობის შედეგი შემდგომ სამართლებრივად უნდა გაფორმდეს და ის რომ გაფორმდეს, ის უნდა იყოს ლეგიტიმური და თუ არალეგიტიმური პოლიცსაბჭოს სხდომის საფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების და ძალიან დიდი საფრთხეების პოლიცსაბჭოს სხდომის შემდეგ და როგორც ირკვევა, ეს არ არის შემოვლა ფოტოსთვის, ეს არის ნამდვილი კამპანია და მეორეს მხრივ აქედან უკვე ჩვენ მე ამას გავაცნობ იმ ადამიანებს, ვინც რეფორმატორების საბჭოში მოიაზრებიან, თვითონ დაინახავენ და შემდეგ უკვე იქნება კონკრეტულად წარუდგენენ ნაციონალურ მოძრაობას, რა ტიპის განახლება უნდა ხალხს მათგან. ჯერ უნდა ვკითხოთ ხალხს, რას ელოდებიან ნაცმოსგან და შემდეგ უკვე უნდა მოხდეს ეს განახლება. უახლოესი 6 თვის განმავლობაში პარტიაში მიმდინარე პროცესები მე არ მეხება. მე რაც მეხება ეს არის მე მიყვარს საქართველო, ეს არის ჩვენი მოძრაობა და ამ ფარგლებში რაზეც გინდათ გიპასუხებთ. ძალიან არაჯანსაღი პროცესებია, ეს აქტორები ერთმანეთს ვერ იტანენ, ისევე როგორც ვერ იტანენ ალიანსის წევრები ერთმანეთს და ისინი მოქმედებენ გარემითითებების შესაბამისად. ხან ნანუკა ჟორჟოლიანი რა თავმჯდომარე უნდა იყოს, საზოგადოებისთვის მინდია მის განშიასად რო გვიჩვენებს, რა თქმა უნდა, ხო? იგი არის ძალიან კარგი რადიკალი აქტივისტი, მაგრამ როდესაც ხარ რადიკალი აქტივისტი, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარეობაც შეგიძლია.